მოგესალმებით მეგობრებო. წინა ნადირობის სეზონის მზადება გვაქვს, ფუსფუსი გვაქვს. წამოსულები ვართ ნორიოში. 4 იარაღით. 4 იარაღით, 4 გლულიანი იარაღით და ეს არის ჩემი ახალი იარაღი, რომელიც ჯერ ამას არ ჩაუტარებია სეზონი. ბატონო, ეს არის ფენომა, ეს არის ორლულიანი მოკლე ილდიზი, რომელიც 66 სანტიმეტრიანი ლულები, ხო? რა ხდება, იცი, ამით უნდა ვინადირო მწყერზე. ხო. მწყერზე. ამით მწყერზე უნდა ვინადირო, ხოლო ამით იხსე. აჰა. ესე იგი გვაქვს წამოღებული, ეხლა შენ აჩვენე. ესე იგი გვაქვს 9 ნომერი ზუბერი მწყერისთვის, 28 გრამიანი უკონტეინერო და 6 ნომერი გვაქვს. 6 ნომერი გვაქვს კლევერის 32 გრამიანი უკონტეინერო. ეს იხვისთვის. ეხლა შენი იარაღები. აბა ნახოთ. შენი იარაღი და არის ლაპარაკი შენ. კი ბატონო, ესე იგი ეგ უნდა იყოს ფაბარმი, XL-ერი. ფაბარმი, აი ესეთ არის ვიძე, მაგარ ვიძეა. ეგეც ფენომას ვარიანტია, ჯერ არ მონათრულა. აბა აქ რა არის? ეს საიხვეთ. მაქვს, აქეთ არის. ეს არის კარგი იარაღი. I-53M. აბატო. აი, ესეთი იარაღებით ჩავატარებთ დღეს. იკა, ჩვენ ახლა რამდენზე უნდა გავტესტოთ? მოდი გავაკეთოთ ესე, 25 მეტრში ვესროლოთ მწყერს. იხსვესროლოთ 40 მეტრში. 40 მეტრში. ანუ ესე იგი, მოდი გავაკეთოთ ახლა ჩვენ ესე. მომისვენე. როგორ ჯობია? 25-ზე ჯობია თუ 30-ზე? 25-ზე მწყერი. ესე იყო. იყო ჩიხოზე იდოს. ისე. აი როგორ აჩავს? აი ბატონო, ესე იყოს. ესეც ასე დავდოთ. ლამაზმანი, მოკლელულიანი. აბატონო. ასте ბატონო. ისინი არის ჩვენი სამწყერა და საიხო. ესე იგი, ამ 4 იარაღით ვინადირებთ მე და ვაჟა მწყერის, ქათმის და იხვის სეზონზე. ეს არის იხვის. კი ბატონო. ესე დავდოთ, ეს არის მწყერის. კი ბატონო. ტესტავთ 9 ნომერ უკონტეინერო 28 გრამიან ზუბერს და კლევერის ვაზნებს 6 ნომერი 32 გრამი. ანუ შენ ასე ძახი, ამდენზე გავდოთ 25-ზე? 25 მეტრში ვესროლოთ, ჩვენი სამიზნე იქნება ესეთი კარდონი. მანდელს ახლა გავზომავთ. ეს არის 27. ეს არის 27. ტანკნაზად. აბადო 25. ეს არის 25 მეტრი. უცეცუდი. აი ეს ხედავდოთ. 25 მეტრი. ეს არის 25 მეტრი. ხო, რაც შეეხება აქ დაბინძურებას და ასე შემდეგ, აი ეს არის ძალიან გულდასაწყვეტი, აი ესეთი რაღაცეები. ამოვდივარ სულ ასუფთავებს. ყოველთვის ასუფთავებს და აი ამ ფიცრებს ტოვებთ ხოლმე, იმიტომ რომ ეს ფიც არის ქაღალდის, კარდონის მისასტეპლერებლად, ესე რომ ვთქვათ, კარგი არის რა. მოიცა იქ აი ამათ ავიღებთ იქ თავით რა. ხო. აი ძალიან ცუდად არის მიფანტული აქაურობა და ძალიან საწყენი არის რა, მოკლედ რა, ანუ რატო უნდა დააგდო, აი ეს აქ რატო უნდა დააგდო, მე ვერ ხვდები რა. ამოდივართ ვისვრით. მინდა რომ სუფთა ბუნებაში გადავიღოთ ლამაზი ვიდეოები, ვაყურებინოთ არა მარტო ჩვენი ქვეყნის მაყურებლებს, ძალიან ბევრი უცხო ქვეყნის მაყურებლები ყავს ზოგადად ქართველი იუთუბერებს რა და ეს არის მაგარი სირცხვილი რა, რამოდენიმეჯერ დამიწერეს კიდევ ოცხრეთთან. ხო, სანაგვეში ხართ ხო და მაგრად ეხავს რა. ხო, მოკლედ ეგეთი ამბავი არის. დავიწყებთ ახლა. ხო, ჩოკებს რა შეეხება? იხს ვესვრით 3 წლიანი ჩოკით. მწყერს ვესვრით. ამ შემთხვევაში მწყერს ვესვრით 3 წლიანით და 5 წლიანით, ანუ პირველი სროლა ცილინდრი, მეორე სროლა
ნახევარ ჩოკი და რუსული I-53 შემთხვევაში მარჯვენა ლულა გვაქვს ნახევარ ჩოკი, მარცხენა ლულა გვაქვს ჩოკი. აბა ნახოთ 25 მეტრზე რას იზავს. 9 ნომერი წერს короче ამით დავინადირო წერზე და იმედია კარგად ვინადირო. კი, და ტყის ქათამდე სხვათა შორის. ანუ 25 მეტრა ვესვრით ცილინდრიდან, ხო? აბა ნახოთ. კარგად მიიტანა მე მგონი. კი, ხმაც კარგი ქონდა. ერთი ეგ არის, რომ ცოტა ჭუჭყი უყვარს ზუბერს, რა, ლულის გაჭუჭყიანება ახასიათებს. აჰა, შვენიერია ძმაო. აჰა. შენ ძმობას ვიცავ, ნახე კარგად მიიტანა. კი ბატონო. როგორი? ძალიან კარგი არის და აქ მოხდა კონტეინერი. რა გინდა? კონტეინერი და პიჟი. იცი რა მაინტერესებს? აქ ძალიან მწერი შანსი არ არის რა. ხო, ну, ძირითადი დაჯგუფება სამიზნე რაც იყო ფრინველი აღებულია, მაგრამ პერიფერიებში მაინც იცარიელი აქვს, იმიტომ რომ არის 28 გრამიანი. და ავტომობილზე. ხო, ну, თავისთავად და აი ნახეთ, ორი მარცვალი აქვს მოხვედრილი შუაში. მოდი ახლა ვისროლოთ იჟიდან. ეხლა გავტესტოთ სული წარმოების I-53M. ვესვრით მარჯვენა ლულით. იქით. ეხა. მანძილი შემეშალა უბრალოდ. ეს არის 25 მეტრი. აბა ნახოთ. რა ხმა აქვს? უკუცემაც ცოტა აქვს, ანუ 28 გრამიანი, იმიტომ ავარჩიეთ ვაზნები, რომ წერზე ნადირობის დროს ძალიან ხშირად ვიწევს. იდეალური ვარიანტი. აი, იდეალურია თო. აჰა. აი, ძალიან თანაბარი და კარგი განათლება. გააკეთა. იდეალური. ოდნავ დაბლა დაჯგუფება ეს უკვე ხელის ამბავი არის. შვენიერი. იდეალური ვარიანტი. მოდი ახლა ჩვენ უკვე გადავიდეთ, გავტესტოთ სავაზნე, ისა, საიხვე ვაზნები. ხო? ამას რა ნომერია? აღარ ჭირდება. 6 ნომერი კლევერი. უკონტეინერო 32 გრამი. იხვისთვის. კი ბატონო. თაში. თაშიც? ხო, თაში. ბარში ვნადირობთ უკვე კონტეინერებით, იმიტომ რომ გვიწევს ცოტა შორტ დისტანციაზე სროლა. ირაკლი. ეხლა უნდა ჩავდოთ ერთი ტყვია. საიხვე ვაზნა. ანუ 6 ნომერი. კი ბატონო. და უკონტეინერო ვესვრით 25 მეტრი. აბა ვნახოთ. ხმა კარგი ქონდა. ჯერ ვესროლო თითო და მერე გადავიღებთ თლიანი აბოიმის დაცლას. აქედან ხედავ არის კარგი. ეს ვესროლეთ 3 ჭრილიანი ჩოკიდან. 3 ჭრილიანი ჩოკიდან. მაგარი. ძალიან მაგარი შედეგი დადო. შეხედე. ფენომა არის ადამიანი. აი ზმო, შეხედე. აქ ვიჟ მაგარი. ახი, მოიტანა იქ. მაგარი. ამდენად ჩანს კამერაში არ ვიცი, მაგრამ ძალიან სტაბილური და კარგი დაჯგუფება აჩვენა 6 ნომერმა 32 გრამიანმა. უკანა მხარეს რა ხდება? უკანა მხარესაც ცხრილია. აი, წავო, შიო, ესე იგი წავედით იხსო სანადირო. კი ბატონო. ეხლა გავისროლოთ ფაბარმიდან, ფაბარმზე აყენია ქარხნული 3 ჭრილიანი გარე ჩოკი, ძლიერი ჩოკი მოყვება. ნახოთ შედეგი მიტანა და შემდეგ გადავიღებთ აბა აბოიმს როგორ დაცლის. ეხლა აგეთ, ამას წავიდე ახალს. კი ბატონო. ახალს მივაქავე. ცამეტი დღე დარჩა სეზონის გახსნამდე. ნუ ყოველ შემთხვევაში ახლა ვაკეთებთ ვიდეოს ჩაწერას. ეს ვიდეო არ ვიცი როდის დაიდება. ხო და ერთ ამბავში ვართ. მზადებით სეზონისთვის, აბა? კი ბატონო. ხა მივაკრათ ცენიკი შუაში. წავედით. და ვესროლოთ უკვე ფაბარმიდან. ახლა ვისროლოთ, ჯერ ნასროლი არ მაქვს ეს იარაღი. პირველ რიგში რა მინდა დავაფიქსრო, იცი? ნახე როგორი დახვეწილი ზატორი რა, ანუ
გადამტენი მექანიზმი აქვს. ნახე რა ხელა იხსე როცა ნადირო, აი პატარა ცოტა რთული არის და ეს ძალიან მარტივია. კიდე მინდა აღვნიშნო სამიზნე თამასა 1, 2 და მესამე. ხო, ამ შემთხვევაში მოყვა კომპლექტაციაში დამაგრძელებელი და დავაყენე, იმიტომ რომ ეს არის იხვისთვის და ბატისთვის და ასევე ქედანისთვის და მინდა აღვნიშნო, ნახეთ რამხელა ჩოკი მოყვება. ქარხნულად მოყვება ესეთი გრძელი ჩოკი. ნუ გაბურღულობაზე ლაპარაკს არ დავიწყებ, ძალიან კარგი გაბურღულობა აქვს და კომპლექტაციაში მოყვა რამოდენიმე ნაირი, აი ეს წინა თამასა, სხვადასხვა ფერის. ბევრი ჟუტური და საუბარი არ ჭირდება ამ იარაღს, მოდი დავიწყოთ პირდაპირ ტესტირება. დავიხედოთ ლულაში, დავწუნდეთ ხო. არაფერი არ არის ესეთი. მანძილი? მანძილი. იგივე. 35 მეტრი. 35 მეტრიდან. აბა ვნახოთ რა სიზამს ვაბარ. პირველი ნასროლია, პირველი სროლა მიწევს და ოჰ რა გემრიელა ძის ხელში. აუ რა ხმა აქვს. ავდოთ. ლულაში პირველი ხილა ინტერესებს რა. თლად კარგი. ნამწვი არ არის ლულაში, მინდა აღვნიშნო. დაიტოვა ჭუკი. და მე ნახავ ფენომენს. იდეალურია იკა ესეც. იდეალურია ძმო. აბა ნახეთ ახლა. ო, სტაბილური განაწილება აჩვენა. და იდეალური. აი, შვენიერი. საკმარისი. შვენიერი ესეც. კი ბატონო. მაგრამ მე ჩემის აზრით ასე მგონია წეგარი ბიძურის სუბუჯობი ამას. აბა შეიძლება. კი ბატონო. ა? თოფი გააჩნია როგორ მოვირგებს, მაგრამ ესეც ახლა სასრულ მანძილზე 35 მეტრში. აქ იხვი ვერანაირად ვერ გაძვრება. ვერც ერთ ადგილას ვერ გაძვრება იხვი. იხვები ჩვენი ესე. კი ბატონო. ეხლა იცი რა ვქნა? ეხლა გასრულოთ 2-3 აბა ეხლა. არა, აბოიმა დავცალოთ. ანუ თხეთქვია ჩავდოთ ეყოფა რა. ხო. ეს ვფიქრ. კი ბატონო. 6 და 8 არ ვისვენ. კი ბატონო. ხო. მოდი ჯერ ვისვენ. მოდი ვისვენოთ 5. 5 სტანდარტულად. მოდი ჯერ მე ვისვენ. კი ბატონო. კი, ორი. 3, 4. ერთი იქავს. ხო, ანუ 5 ვაზნა დევს. ეხლა არ აქვს მანძილის მუშაობა. კარგია. მიდი ახლა შენ სუნი მომეცი. აბა ეხა ნახოთ. კარგია. მე ძმო ვარ ძალიან კმაყოფილი. ნახოთ. რა რა სიზამს ვაბაბი. ეს ცოტა აგრესიული ვაზნების სასროლი იარაღია. ცოტა მაღალგრამიანების. 5 ხო? მეგონი 5 მოვათავსოთ. ხო, ცველი ზღილაკიც, ნახეთ, როგორი დიდი და ესეთი არის. სროლის ვარიანტი. ამოვხოცეთ იხვები. ა? მოგეწონა? კი. იგა. ძალიან კარგია მხარზე. იმაგარი. მოვირგე, ესე რო ვთქვათ, ეს იარაღი და მე პრაქტიკაში კიდევ უფრო კარგად მოვირგებ, ძალიან მაყოფილი ვარ, მოკლედ. ამ იარაღს, ნუ ფენომენი ხა ყველა ვიცით რა არის და როგორც არის, ძალიან გამოსული. აი ჩვენი იარაღები ასე რომ ირაკლის და მე, ანუ ირაკლი ჩვენ უნდა ვინადიროთ პირველად ამ იარაღი. კი, აუცილებლად. კი ბატონო. 50 მეტრი, 6 ნომერი ფლევერი, კონტეინერო 32 გრამი. აი ირაკლი, აი რო იძახიან ხოლმე რომ 50 მეტრში ვესველი. აი ნახეთ, რამხელაა 50 მეტრი, აი ამხანაგება. ნახე. რამანძილია 50 მეტრი. აბა ნახოთ. აი ამანძილია 50 მეტრი, პოსტა ნახე. თან 50 არ იყო. იქ იყო 49 რო იცოდი. აბა ნახოთ როგორ მიიტანა.
ანუ ეს ვაზნა არის ირაკლი იდეალური შენზობას ვიცი. აი უკვე დაიწყო გაფანტო. კი, იდეალური. 50 მეტრში. კარგად თუ დაუმიზნებ, იქ არა მშვენიერი. დაბლა ამოსული. აჰა. 50 მეტრში იხს შანსი არ აქვს. შენ რა გინდა ზო? მსხვილი ხზე მაქვს საუბარი. შეხედე. კი. ჩვენ ხა ამაზონზე უკვე 5 ნომერი. იხვი დაახლოებით ამ ხელა ხო არის. კი, თებ გაშლილი. თებ ეგრე არის. ხო და 3 წელი რომ მოდი ხა ჩვენ გავტესტოთ შეღწევადობა. ამისთვის გვაქვს წამოღებული საკმაოდ სქელი ფანერა. კი, ეს ფანერა თუ გახრიტა, ესე იგი მაგ მანძილზე იხვის მოტეხილი აქვს ყველა საფრენი აპარატი. აი, ამ სისქე ფანერა არის. მოიცადე, კარგად ვაჩვენოთ. აი, ამ სისქე ფანერა არის. აბა. მოდი ხა ეს ჩვენ ვესრულოთ. ვესრულოთ 35 მეტრი. მოდი 40 მეტროდან ვესრულოთ. რომ გავიგოთ ჭრა. ნუ ხე არ დავიწყებთ შტანგელით და იმებით მილიმეტრებით შეღწევადობის ზომებს, იმიტომ რომ ეს თუ გახრიტა. კი ბატონო. იხს რა. იხს ადაზიანებს. დააზიანებს. დააზიანებს კი რა. იმენა ჩამოვაგდებს რა. აბატო, ის. აბატონო. წავედით. 40 მეტროდან გავაკეთოთ. სროლა. Всё. აბა. ფენომა ესროლე. და მეტი ფიცარი აღარა გვაქვს და ის მერე შემოატრიალოთ და მერე მევესო. აი, თით. ჩავდო. ეს არის 40 მეტრი. ი ბატონო. აი ეს შემოძა. გახრიტა ეს. და გახრიტა აღჩენია ასეთ. კი. უნდა გაეხრიტა. იტანა გაი. იტანა როგორც ნახეთ, კარგი არის, კი. რეალურია, შეხედე. 40 მეტრში შეხედე. იხს არა აქვს შანსები. ახი. კი, გახრიტა. ახი. კი. გახრიტა. აბსოლუტურად ყველა. ეს არის კვაზმა. ორმხრივად არის. მოდი ახლა შემოვატრიალოთ. შემოატრიალოთ და აქედან იქეთ ვესვიმე. იკა, ძალიან კარგად იტანა შეძლო. კი. ეხლა 40 მეტრში იხსე მეტი რა გინდა. კი ბატონო. ასე. ცენტრი არა გვაქვს. ვესრულოთ აქედან იქეთ. всё. უკან მხარეს დაეტყობა გამოტეხილი. ხო, კი, უკან მხარეს დაეტყობა. კი, კაი, წავედით აბა. ესე იგი, ჩვენ სატესტოდან მე იტყვიან აი იხვი ვერ მოვკალი შორიყო ასე. ხო, ისე სამცალი იხს ნახულობენ, მე რაღაცას ხანა აცელენ და ვაზნა არ ვარგა, ვაზნა არ ვარგა, ვაზნა არ ვარგა. აბა ნახოთ ახლა. ასტე, ახლა არ დავითვლით მარცვლების თვლას. მონადირულა ესე სანადირო ვითარებებში ვაკეთებ. იქედა 40-დან. ხო, ტესტირებებს. ეს არის სამოყვარულო ტესტირება, არ არის პროფესიონალური, ვინმე არ გადმოხდეს და არ დაიწყოს რაღაცეები, ტყუის ისტრაფის გაზომა რატო არ იყო და ასე შემდეგ. რა ნახოთ? მეორე მხარეს. კარგია. კარგია. ჩემი ბებიერი ვალტერი ირაკლი უნდა დავასვენო რა ცოტა ხანი ასე და შევინახოთ სიმეტრიების სასროლი. სიმეტრიების სასროლი. აბა შემოატრიალე ძმო. კი ბატონო. ჩაცხრულია. აგმა შეხედე ბიჭო, უღური აი ესენი, აი ესენი. შვენიერი. მოტანილი აქვს ძალიან კარგი. კი, შვენიერი.
კარგია. თავის ფასთან შედარებით ეს ვაზნა აი აქედანაც ეთყობა ეს შავი წერტილები რაც არის. კი ბატონო. ორი ისეთი მჭიდრო ისინი. შვენივად არის. დალაგებებია. ანუ ესე იგი ჩემის აზრით შენი იარაღი და ჩემი იარაღი არის ერთი და იგივე შედეგის რა. კი ბატონო, არის იგივე შედეგია ჩვენი. ეს იმას ნიშნავს, რომ ფენომა თავის ფასში არის ერთ-ერთი საუკეთესო გაზგადამტენი იარაღი. ამას ვამტკიცებ უკვე რამოდენიმე წელია. ხო და მალე გვექნება შტოგერის ტესტირებაც, ინერციული იარაღის ტესტირებაც, მაგრამ ყველანაირი იარაღები გვაქვს, მაგრამ პირადად ჩვენს პრაქტიკაში რაც არის კარგი და გამოსწილი და მოგწონს, იმას ვირჩევთ, თორე არ ვიძახით, რომ ინერციული ცუდი არის რა. თოფებს არ გაუჭედავს. წყერზეც ძალიან კარგი შედეგი დადო წყერის სასრულმა ვაზნამ. ეს არის ბიუჯეტური ზუბერის ვაზნა 28 გრამიანი და გვაქვს კლევერის 6 ნომერი კონტეინერის გარეშე. ყველას უნდა ვთხოვოთ რომ ვაზნები აუცილებლად ვაზნები აიღოს. ეგრეა ნამდვილად. ჩვენ ყოველთვის ვხიგავთ ხოლმე. ხო ეგეც. აქვია. კარაბინის ვაზნებს ხა ვერ ავხიგავთ. ნუ მოკლედ დღეისათვის სულ ეს იყო 1 საათი გქონდა დრო რომ გამოსულიყავით და დაგვეტესტა ვაზნები. ძალიან კმაყოფილები ვართ დღევანდელი შედეგის და კარგი ნადირობები გველოდება რა. ესე იგი ჩემთვის წარვანდელ სეზონს აქვს ძალიან დიდი მუღამი ესეც შეიძლება ცოტა ესეც სიტყვარი. ხო, მუღამი რა. ხო და იცი რატო? ანუ მაქვს მწყერზე სანადირო სხვა იარაღი შევიძინე, იხსე სანადირო სხვა იარაღი შევიძინე და ჩემს როკის აქვს პირველი სეზონი წელს. ო, კი. ვაჟა ინადირებს როკისთან ერთად და წელს მოკლედ წყერის ვარიანტში უკეთესი შედეგი გვექნება, იმიტომ რომ წინა წელს ნახავდით ერთი ძაღლით ვნადირობდით 3-4 ადამიანი და ეხლა უკვე 2 მაგარი გადატენილი ძაღლი ყავს. კიდევ სიახლე გვაქვს, გზაშია ჯიპ რანგლერი, ეს შემთხვევით ვიყიდეთ, ღამე რაღაცებს სკროლავდით, დავაჭირეთ და ეგრევე შევიძინეთ და სეზონზე წესით ოქტომბრისკენ უკვე ეგ ავტომობილიც გვეყოლება. სანადირო, ძალიან კარგი და ესეთი გამოცდილი ავტომობილი არის, რომლითაც უფრო ისეთ ადგილებში ვივლით, სადაც თქვათ, აქამდე Subaru-თი ვერ დავდიოდით. მაგასაც მალე გაიგებთ, როგორ ჩამოვიდა, სად გაკეთდა. პირველ რიგში ჩვენთან დრაივ მოტორში მოვიყვანთ მაგმანქანას. დავათვალიერებთ მთლიან სავალ ნაწილს, თუ რაიმე ტექნიკური საკითხები აქვს, თუ რაიმე შესაღები აქვს. მაგასაც გავწყიპავთ სეზონისთვის და კარგი სიახლეები გელოდებათ რა. აი, სულ არ დამჭირდა 2 წუთი და რამდენია. კი ბატონო, ეგრე არის ნამდვილად. აბა დაგემშვიდობებით. ყველას უსურვო წარმატებული ნადირობა და მშვიდობიანი ნადირობა რაც თავარია. წარმატებული და მშვიდობიანი ნადირობა. ცხოველთა დამცველები კიდე ნუ გადმოხტებით. ეხლა ნადირობა რა მშვიდობიანიაო, მაგას კომენტარს არ გავაკეთებ. აბა კარგად ვზამდებოდით.